მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ დღეს დავუბრუნდი BMG-ს ეთერს და ტრადიციულად წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ. ჩვენს ეთერს დავუთმობთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსს ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში. კონკურსს 2018 წლიდან ვაორგანიზებთ და წელს რიგით მერვე ჯილდოს ცერემონია ჩავატარეთ საქართველოში. 2025 წელს გამარჯვებული პროექტები 6 ნომინაციაში გამოვლინდა. ეს ნომინაციები კი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს წლიდან წლამდე კომპანიების დაინტერესების მზარდი ტენდენცია. კონკურსის ფარგლებში მივიღეთ 166 აპლიკაცია და პირველადი გადარჩევის შედეგად მეორე ტურში 112 აპლიკაცია გადავიდა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი ერთადერთია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტზეა დაფუძნებული და გაეროს ინიციატივით ეგიდით ტარდება. ჟიური კი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება. კონკურსის პირობებზე, მნიშვნელობაზე და წარდგენილ პროექტებზე დღეს ჩვენ სტუმრებთან, გამარჯვებულ კომპანიებთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენთან ერთად არიან მაკა ბოჭორიშვილი, TBC ბანკის ESG კოორდინატორი და ნათია ჭინჭარაული, ეკობრენდს ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი. მაკა, ნათია, მოგესალმებით. გილოცავთ პირველ რიგში გამარჯვებას ჯილდოს კონკურსში. მნიშვნელოვანი არის ეს გამარჯვება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ აღიარება კომპანიების საქმიანობის, არამედ ეს კარგად აჩვენებს იმას, რომ კომპანიები დღეს საქართველოში დგამენ ნაბიჯს იმისკენ, რომ უფრო ნათელი მომავალი, უფრო მდგრადი მომავალი შევქმნათ, ის მომავალი, რომელიც დასავლურ ღირებულებებზე არის დაფუძნებული. უფრო მეტი რომ გავიგოთ თქვენი გადმოსახედიდან ამ ჯილდოს მნიშვნელობაზე, რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მონაწილე კომპანიების ხედვაც საინტერესო იქნება. მაკა, თქვენგან რომ დავიწყოთ, TBC-ს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ჯილდოს კონკურსში დასაბამიდან 2018 წლიდან. მგონი ყოველ წელს იღებთ მონაწილეობას. რატომ იღებთ მონაწილეობას და თქვენთვის რა მნიშვნელობის არის? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან გვეხარია ამ ჯილდოების მიღება. მინდა აღნიშნო, რომ მე მგონი პირველად მოხდა, რომ 3 ჯილდო ერთმა კომპანიამ აიღო. ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამას ყოველთვის ვამბობთ. ამავდროულად ჯილდოში მონაწილეობა ნიშნავს ხარდაჭერას ამ საკითხების და ეს ხარდაჭერა არის განგრძობითი, ეს არ არის ერთჯერადი დაპირება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამაში ჩართულები არიან TBC-ში და არა მარტო TBC-ში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ ადამიანებმა დაინახონ, რომ მათი საქმიანობა ასევე დაფასებულია. რატო? იმიტომ რომ ხშირად ამ იდეებს ადამიანები წლების განმავლობაში ატარებენ, ესეთი მარტივი არ არის მათი განხორციელება და სადღაც შიგნით გულში გჯერა, რომ ამას აუცილებლად განახორციელებ და შედეგად მე უკვე იღებ ამ ჯილდოს, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლა გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი. ძალიან საინტერესო არის მსხვილი კომპანიის მხრიდან დანახული ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მსხვილ კომპანიას მეტი რესურსი აქვს, თუმცა მეტი პასუხისმგებლობა აქვს და უფრო მეტი ბიუროკრატია არის თვითონ კომპანიის შიგნით, რომ თითოეული აქტივობა განახორციელო, ამიტომაც დრო სჭირდება, მაგრამ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში უფრო სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, თუმცა რესურსი უფრო ნაკლები არის. ნათია, ყოველთვის მიხარია, როცა მცირე კომპანიის გამარჯვებას ვხედავ ჩვენს კონკურსში. თქვენი გადმოსახედიდან, აი ასეთი ამახალისებელი მექანიზმები რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, იმისთვის, რომ მეტად პასუხისმგებლიანი მიდგომები დაანერგოს თავის საქმიანობაში. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენც რამდენიმე წელია დავიწყეთ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპამდე მაინც უნდა მივიდე კომპანია, მცირე კომპანია განვითარების ეტაპზე, რომ შეძლოს და მოახერხოს ფინანსური რესურსის თვალსაზრისით, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, რომ მსგავსი პროექტები განახორციელოს და რაც მთავარია, მდგრადი პრინციპების დანერგვა მოახერხოს. და ჩვენც უკვე რამდენიმე წელია ვახერხებ, თუმცა სიმართლე გითხრა, რაღაცა გამარჯვების მოლოდინი არ ვქონდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ძალიან სერიოზული პროექტები იყო ჩართული ნომინანტებად და მაგრამ თვითონ მონაწილეობაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის და ამის ვთქვათ ესე გამოტანა ხალხთან ბიზნეს სექტორში, იმიტომ რომ ეს რომ შევძელით ჩვენ ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს როგორც პატარა ზომის კომპანია.
გამარჯობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი სტიმული და კიდევ უფრო დიდი мотиваცია იმისთვის, რომ მეტი საქმე და მეტი განვითარების სხვა ნაბიჯები გადავდგათ კიდე და უფრო მეტი კარგი მდგრადი პროექტები განვახორციელოთ. აი, უფრო ჩავხომავდეთ, რას გულისხმობს ეს პროექტები, ასე ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია ჯილდოს კონკურსის ჩატარება, თუმცა პროექტები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის შიმშილის დაძლევა, სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. თქვენ გაიმარჯვეთ ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა მერვე მიზნის კატეგორიაში. უფრო მეტი რო გვიამბობთ პროექტის შესახებ. სიმართლე ჩვენ ორი პროექტი ქონდა წარდგენილი. ერთ-ერთი იყო ზუსტად ეს ღირსეული სამუშაო გარემო და მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ გამარჯვება თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ თვითონ ეს პრინციპი ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა არის ჩვენი კომპანიის იდენტობის ნაწილი. ეს არის ალბათ 28 წელია კომპანია არსებობს საქართველოს ბაზარზე და დაარსების დღიდან ეს მოდის დამფუძნებლებისგან, მართველი გუნდისგან, რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე თითოეული თანამშრომელი არის ჩართული ამაში, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ მარტო დამფუძნებელი, მარტო მართველი რგოლი ვერ შექმნის ღირსეულ სამუშაო გარემოს ჯანსაღ კორპორატიულ კულტურას, ამაში ყველა თანამშრომელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და აი ჩვენი გუნდი სწორედ აი ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გამორჩეულია ამ მიმართულებით და აი მე მგონი რომ ჟიურიმ სწორედ ეს დაინახა, ეს ღირებულება დაინახა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მიმართულებით ძალიან ესე განვითარებული გვაქვს. ჩვენ ბიკორპის სერტიფიცირებისთვის ვემზადებით და როდესაც გავაკეთეთ ანალიზი ბიკორპის ასესმენტი, პირველადი აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი მხარე ჩვენი ადამიანებზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის, ჯანსაღი კორპორატიული კულტურის შექმნა და სწორედ ამანაც მოგვცა მე სტიმული, რომ მიგვეღო მონაწილეობა და გამოგვეტანა ეს საჯაროდ და ძალიან მიყვარს ასეთი პროექტები, ხშირად არის წარმოდგენა კომპანიის მხრიდან, რომ პროექტი ნიშნავს რაღაც ცალკე მდგომ აქტივობას პირიქით, ეს არის kompanies ძირითადი საქმიანობა, DNM-ში უნდა იყოს ინტეგრირებული, რეალურად დანერგილი და შემდეგ უბრალოდ აი ამ ინიციატივას რაღაც პროექტის სახით წარადგენთ უკვე კონკურსზე. რეალურად მოვყევით ის, რასაც ვაკეთებთ და ავხწერეთ და გადმოვეცით და ძალიან გამიხარდა. სხვადასხვა გამიკვირდა, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ ჟიურიმ ეს რეალურად დაინახა და გილოცავთ კიდევ ერთხელ და TBC ბანკი უკვე მე რამდენად არა მხოლოდ პირველად არ მიგიღიათ ეს ჯილდო, ძალიან გვიხარია თქვენი აქტივობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მსხვილი კომპანიების აქტივობა და ხშირია როცა თქვენ გარდა თქვენი შიდა საქმიანობისა ასევე ითხოვთ იგივე მიდგომებს თქვენი კონტრაქტორებისგან, მიწოდების ჯაჭვისგან, ამიტომაც გავლენა ნამდვილად დიდი არის თქვენი აქტივობების რომ მოგვიყვეთ თვითონ გამარჯვებული პროექტების შესახებ ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ გადაცემა არ ეყოფა. ნამდვილად. მოკლედ ვიტყვი, აღნიშნავ იმას, რომ IT აკადემიამ მეორე დაიღო ეს ჯილდო, იმიტომ რომ ადრეც აქვს აღებული მსგავსი ჯილდო და ის რა თქმა უნდა ჩვენთვის განათლების მნიშვნელობაზე მიუთითებს და ამ აკადემიის შიგნით ჩაშლილია რეგიონების ქალების მხარდაჭერა და ასე შემდეგ და მათი დასაქმებაც. ახალი კატეგორია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ჩვენთვის კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ ქმედებები. აქ მართლა ყველაფერი აღწერეთ, ეს არ იყო კონკრეტული პროექტი, თუ რას ვაკეთებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამის გაკეთება უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად. ამაში რა აქტივობები იყო ძირითადი? მწვანე სასისხო პორტფელის შექმნა, თვითონ ჩვენი პირდაპირ ოპერაციების ჭრილში გამოფრქვევების შემცირება, როგორც მაგალითად განახლებადი ენერგიის წილი ჩვენი საერთო მოხმარებაში 45%-ია რო იცოდეთ, ანუ TBC-ს რა ელექტროენერგიაც სჭირდება, იმის 45% უკვე განახლებადი ენერგიიდან მოდის და ამას ვაგრძელებთ კიდევ. ბევრი სხვადასხვა ისეთი ქმედება, როგორიც არის ქაღალდის შემცირება, ნარჩენების შემცირება და ასეთვე ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რასაც ვაკეთებ და უფრო დიდი ზეგავლენა აქვს ამას, ეს განათლება. ანუ ESG აკადემია, რომელმაც ასევე მესამე პრიზი აიღო პარტნიორობის
ნაწილში, რადგანაც ჩვენს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად და Finance in Motion-თან ერთად განახორციელეთ ეს პროექტი დეველოპერის მხარდაჭერით და მოკლედ ამ მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი დაგვიანდებოდა შედარებით, ან შეიძლება ისეთი მასშტაბური არ ყოფილიყო და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული არის უკვე და ზუსტად იმაზე მეტყოლებს ეს სამი ჯილდო, რომ საქმიანობაში უკვე იმდენად ინტეგრირებულია, რომ TBC-ისთვის ეს უკვე პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში განხორციელებული მდგრადობა, რომელიც რა თქმა უნდა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, იმიტომ რომ ერთი რაღაც აუცილებლად უნდა აღნიშნო, ყველა ჯილდო ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რა თქმა უნდა, კომპანიას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიხარია, რომ წლიდან წლამდე ეს ჩანს არა მხოლოდ რაოდენობაში აპლიკაციების, არამედ ზოგადად ბიზნესის მხრიდან წარდგენილ პროექტებშიც. ბევრად უფრო მეტად არის, როგორც აღნიშნეთ, ეს პროექტები მათი ძირითადი საქმიანობის ნაწილი და ეს მეუთითებს იმაზე, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტები. აი გრძელვადიანობას რომ შევეხოთ, ნათია, რამდენად რა თქმა უნდა ღირსეული სამუშაო, გარემოს უზრუნველყოფა არის გრძელვადიანი პროექტი, თუმცა მეორე პროექტზეც ოდნავ რომ გვიამბოთ და თქვენ სამომავლო გეგმებზე რატომ გადაწყვიტეთ რომ თქვენი დნმ-ის ნაწილი ყოფილიყო მდგრადობა სხვადასხვა მიმართულებით, გარემოს დაცვით, სოციალური მიმართულებით და რას აპირებთ მომავალში? ძალიან დიდი გეგმები გვაქვს მომავლისთვის. მოკლედ გეტყვით მეორე პროექტის შესახებ, ჩვენ თანამშრომლობთ, წევრი უკვე თანამშრომლობთ ახალგაზრდულ ორგანიზაცია პარციფალთან და ეს ორგანიზაცია არის მაწევანში, სადაც ძალიან პატარა ადგილია, ძალიან მცირე მოსახლეობით და შესაბამისად ძალიან ცოტა ბავშვები არიან იქ და პარციფალმა გადაწყვიტა, რომ სათამაშო მოედანი, სათამაშო სივრცე მოეწყო ადგილობრივი ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ როგორც მათი გრძელვადიანი პარტნიორები მოგვმართეს და ძალიან ესე დავფიქრდით, იმიტომ რომ მართლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ამ სოფელში, ვისაც ყავს ბავშვი, მაგრამ თქვით რომ იცი რა ეს ბავშვები მსახურობენ, რომ ძალიან რაღაცა მიტოვებულები არიან, არავინ არ ზრუნავს, არც სახელმწიფო არ ზრუნავს ამ ბავშვებზე, არც რა ვიცი, ისეთი ადგილია, რომ მან რადგან ბევრი ბავშვი არ არის, არც სათამაშო მოედანი არც არის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს სათამაშო მოედანი უნდა დაგვეფინანსებინა ევროპული სტანდარტებით, ევროპელი ექსპერტებით, ძალიან ძვირფასი მასალით შექმნილი ხის სათამაშო მოედანი არის ახლა მაწევში პატარებისთვის, როცა შეუძლიათ რომ დრო გაატარონ და გაერთონ და ძალიან ბედნიერები არიან პატარები ამით და ეს იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ ჩვენ მაწევანთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა გეგმებიც გვაქვს მათთან ერთად, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდული ორგანიზაცია არის ძალიან დიდი გეგმები, დიდი მიზნებით და ძალიან კარგი ახალგაზრდებით და საქმებული. რაც შეეხება თვითონ კომპანიის გეგმებს, ჩვენ როგორც ახსენე, ვემზადებით აკრედიტაციისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს აკრედიტაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, ვინც მიიღებს ამ აკრედიტაციას და ეს მოიცავს არა მხოლოდ თქვათ ერთი მიმართულებით, ან გარემოს დაცვის მიმართულებით, გაუმჯობესებას და ძრადი პრინციპების დანერგვას, ან მხოლოდ ორგანიზაციულ, ეს არის აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს თქვათ თანამშრომლებზე ზრუნვას, მომხმარებელზე ზრუნვას, პარტნიორების თქვათ ჩართვას იგივე მსგავს პროექტებში და ზოგადად გარემოს ESG შეფასება არის. ESG შეფასებას, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენთვის მომავალი, რომელიც აუცილებლად უნდა გავყვეთ ამ გზას და Global Compact-ი მინდა ასევე აღვნიშნო, ძალიან გვეხმარება ამ მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი კომპანია და თანამშრომლებიც ასევე მიმდინარე პროექტებში და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ Global Compact-ისგან, რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მცირე ზონის კომპანიებისთვის, რომ ეს რესურსი არსებობს და შეგვიძლია გქონდეთ წვდომა ამ რესურსს. ძალიან მიხარია ყოველთვის ამის გაგება და გისურვებთ წარმატებებს B Corp-ს შეფასება ნამდვილად და აკრედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, წინ გადადგმული ნაბიჯი კომპანიისთვის. მაკა თქვენს გეგმებზე მოკლედ რო გითხრათ და ამით დავასრულებთ ჩვენს გადაცემას.
კონკრეტულ გეგმებზე ალბათ ესე არ ვისაუბრებ, მიზანზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ TBC-ისთვის და ჩვენთვის, გუნდისთვის, ბევრი ადამიანისთვის, რომელიც TBC-ში ამ საკითხებზე მუშაობს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობით ზეგავლენა გქონდეს ქვეყანაზე, საზოგადოებაზე, ბევრ ადამიანზე, ბევრ ბიზნესზე და შესაბამისად თუ რამეს ვაკეთებთ, ამისთვის ვაკეთებთ, აქ იგულისხმება რა თქმა უნდა ისევ სხვადასხვა ფორმით ფინანსური და არაფინანსური სერვისები, განათლების პროექტები, ქალთა გაძლიერება, ახალგაზრდების მხარდაჭერა. ეს არ არის მარტივი საქმე, ამას ძალიან ბევრი ადამიანის გულმოდგინება და ჩართულობა ჭირდება და რაც მთავარია, იმის რწმენა, რომ ეს მართლა გამოვა. წარმატებები ნამდვილად ბევრს მოველით TBC ბანკისგანაც და ეკობრენდ ჯორჯიასგანაც და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მხარდაჭერას რამდენადაც ჩვენი მხრიდან შევძლებთ. მადლობა დიდი სტუმრობისთვის. ჩვენი გადაცემა კი დღეს ამით არის დასრულებული. ჩვენ მომდევნო კვირაში ვხვდებით ასევე ძალიან საინტერესო თემით და სტუმრებთან ერთად.